მადლობა ერთგულებისთვის. ნიკორა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს აინტერესებს მიუვიდა თუ არა ადრესატ წერილი, ანუ წაიკითხა თუ არა ადრესატმა წერილი. ასეთ ბრძანებას Gmail-ი გთავაზობთ წერილის გაგზავნის დროს, თქვენ უნდა ეს გააქტიუროთ. მაგალითად, შევიდეთ Compose-ში, ავკრიფოთ მეილის მისამართი, ეს არის g.datukiშვილი, cu.edu.g პირობითად და დავწეროთ წერილი, ანუ მაგალითად მოწვევა. როდესაც წერილს გავაგზავნით, ჩავთვალოთ, რომ ტექსტიც გვაქვს და ვიწევთ ამ ადამიანს მაგალითად ნიკორას ღონისძიებაზე, გთხოვთ მობრძანდეთ კომპანია ნიკორას საიუბილეო საღამოზე, რომელიც გაიმართება ასე შემდეგ რაღაცა და გთხოვთ დამიდასტუროთ წერილის მიღება, რომ აღარ დაუწეროთ, არის ბრძანება request read receipt. ამის ჩართვის შედეგად და წერილის გაგზავნის შემდეგად, რა თქმა უნდა 30 წამი ჩვენი წერილია არ იგზავნება, იმიტომ რომ გვაქვს დაყენებული ისე, რომ შეიძლება მისი უკან გამოთხოვა, თუმცა დავალოდოთ 30 წამის განმავლობაში, შევამოწმოთ, რომ send mail-ებში ნამდვილად მოხდა, გაგზავნილია გიორგი დათუკიშვილთან, სადაც ტექსტიც კი ჩანს რა არის გაგზავნილი 10 საათსა და 56 წუთზე და ნახოთ რეალურად ეს წერილი მოვიდა თუ არა. მოვიდა ეს წერილი, როგორც ხედავთ, და ამ წერილს ნახოთ თუ მოყვება, არა ეს სხვა წერილია, ეს აშკარად ძველი წერილია. მოდით ნახოთ, დაველოდოთ წერილს და ნახავთ, რომ მოყვება დასადასტურებელი ბრძანება. აი მოვიდა წერილი, გავხსენით და როდესაც გამოვდივართ წერილიდან, გამოვაქვს ფანჯარა, რომელიც ითხოვს წერილის წაკითხვის დადასტურებას. თუ დავაწვევით not now-ს და გამოვალთ, შემდეგ უნდა კვლავ შევიდეთ, კვლავ გამოვიდეთ და უკვე შემდეგ დავაჭიროთ send receipt-ი, რომ როდესაც წაიკითხავთ რეალურად და გინდათ რომ დაუდასტუროთ, გააგზავნით უკვე დასტურს. ამასობაში ჩვენ მოგვივა წერილი, რომ თქვენ წაიკითხეთ ეს წერილი, დავაწვევით და ვხედავ, რომ ამა და ამ ადამიანმა, ამა და ამ საათზე, ამა და ამ დროს წაიკითხა ეს ჩვენი წერილი. მადლობა. მადლობა ერთგულებისთვის. ნიკორა.